მოგესალმებით სტუდიაში თინა ბეგიაშვილი მუშაობს გამარჯობა. ევროკავშირის საქართველოში 4 თვიან სადამკვირვებლო მისიას იწყებს ევროკავშირის სპეციალურ მისიას თომას ჰამერბერგი უხელმძღვანელებს, რომელმაც უკვე გამართა შეხვედრა ქართული მედიის წარმომადგენლებთან. მისი განცხადებით იგი ძირითად ყურადღებას ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და ადამიანის უფლებების დაცვაზე გააკეთებს. ჰამერბერგმა დღეს საერთო სასამართლოების შესახებ კანონზეც ისაუბრა. მისი განცხადებით კანონი ვენეციის კომისიის დასკვნას არ ეწინააღმდეგება და სასამართლოს უფრო დემოკრატიულს გახდის. დაკავშირებით თუ როგორ რომელსაც ხელმძღვანელობს ქალბატონი კატრინ ეშტონი Four of them were appointed by the parliament before now. სასამართლოებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ ეწინააღმდეგება. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების არჩევის წესი ბევრად უფრო დემოკრატიულია და მოსამართლეთა კორპუსს მეტი ძალაუფლება ენიჭება, ვიდრე აქამდე ჰქონდა. გაუმჯობესებულია იუსტიციის უმაღლესის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის წესიც და მნიშვნელოვანია, რომ არამოსამართლე წევრები იქნებიან არა პოლიტიკოსები, არამედ იურისტები და სასამართლო სპეციალისტები. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში თომას ჰამერბერგმა დღეს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მან პროკურატურაში დაგეგმილი აგვისტოს მოვლენების შემწავლელი კომისიის შექმნა დადებითად შეაფასა. მისი განცხადებით ყველა ორგანიზაციამ, მათ შორის ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებმა აგვისტოს მოვლენების საკითხი მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შეისწავლეს და მათი შესწავლის საგანს კონფლიქტის დაწყების ფაქტი არ წარმოადგენდა. The war 2008 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შეცდომები ორივე მხარემ დაუშვა და კარგია თუ კი ამის შესწავლა მოხდება. როგორც სტრასბურგის, ასევე ჰააგის სასამართლოებში არაერთი სარჩელია, რომელიც ეხება ომის დროს ადამიანის უფლებების დარღვევას. თუმცა ომის დაწყებასთან დაკავშირებით, როგორ დაიწყო ომი და ვინ დაიწყო ომი, ეს არ ყოფილა შესწავლის საგანი. მე რაც ვიცი, არის გეგმების შესწავლასთან დაკავშირებით პროკურატურაში და ეს პოზიტიური მოვლენაა, რაც შეეხება პრეზიდენტის მიწვევას. კარგი იქნება თუ ამ საკითხში ჩართული პირები იქნებიან მიწვეულები და გადამოწმებული იქნება ყველა დეტალი. როგორც განცხადება საერთო სასამართლოების შესახებ, ასევე ჰამერბერგის განცხადება აგვისტოს ომის შესახებ დღეს საპარლამენტო უმრავლესობაში შეაფასეს. მათი განცხადებით პარლამენტის მიერ მიღებული კანონის სასამართლოების შესახებ სწორედ შიდა და საერთაშორისო კონსულტაციების გათვალისწინებით იქნა მიღებული და სწორედ ეს განაპირობებს საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულებისადმი და თავად სასამართლოს დამოუკიდებლობის. აგვისტოს ომთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრები საქართველოს პრეზიდენტს სიცრუეში ადანაშაულებენ და განმარტავენ, რომ პრემიერს ომის დაწყებასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია. მან მხოლოდ იმ საგამოძიებო კომისიის მის აუცილებლობაზე ისაუბრა, რომელიც აგვისტოს ომთან დაკავშირებით ამომწურავ პასუხებს გასცემს. მიხეილ სააკაშვილი ცრუობს, როდესაც საუბრობს, რომ პრემიერმა აღიარა, რომ საქართველოს დაიწყო ომი, მსგავსი რამ პრემიერს არ უთქვამს. ეს არის, ასე ვთქვათ, სიცრუე, რომელსაც ის როგორც ჩანს ევროპას ესე ძალიან არასწორი ფორმები დაწვდის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შესაბამისად შეფასდება ეს განცხადებები სახეზეა და შესაბამისად შეფასდება როგორც სააკაშვილის განცხადება, ასევე რა თქმა უნდა, ბატონი პრემიერის განცხადება. საუბარია იმაზე, რომ კონკრეტულ პირებს თუ მიუძღვით რაიმეს ისმის სამართლის დანაშაული იმ პერიოდში ეს უნდა იყოს გამოძიებული. ვენეციის კომისიის დასკვნები და რეკომენდაციები პრაქტიკულად გათვალისწინებულია და იმაზე მეტის გაკეთდა, რაც შეიძლებოდა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით თქვა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტი იღებს გადაწყვეტილების ნებისმიერ კანონთან დაკავშირებით და ამავდროულად საერთაშორისო ორგანიზაციები, ავტორიტეტული ექსპერტები, რომლებიც ჩართულები არიან ამ საკითხში და მათ დასკვნებს და რეკომენდაციებსაც ვითვალისწინებთ, ესაც ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ სწორედ ესეთი დამოუკიდებულება მიცემს სასამართლო ხელისუფლებას დამოუკიდებლობას, რაც სამწუხარო წინა წლებში წართმეული ჰქონდა მას. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დედაენის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. დღეს 14 აპრილია ჩვენთვის ქართველებისთვის განსაკუთრებული დღე, დედაენის დღე. დღეს 35 წელი შესრულდა 1978 წლის 14 აპრილიდან, როდესაც ქართველი ახალგაზრდობა, სტუდენტები და მოსწავლეები წინააღმდნენ საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებას, გაუქმებინა საქართველოში ქართული ენა როგორც სახელმწიფო ენა. მათ საქმე და 1000 სიტყვით დაადასტურეს ქართული ენის კულტურელი ერთგულება. მშობლიური ენის დასაცავად საბჭოთა რეპრესიულ მანქანას დაუპირისპირდნენ და არ შეუშინდნენ განსაცდელს, რომელიც პროტესტის ასეთ ფორმას შეიძლებოდა მოყოლოდა. მათ პროტესტს უფროსი თაობის არაერთი ღირსეული წარმომადგენელი შეუერთდა. ახალგაზრდების პრინციპულმა პოზიციამ, რომელიც მაშინ გმირობის ტოლფასი იყო, ნაყოფი გამოიღო ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი დაუბრუნდა. ეს მოვლენა უმნიშვნელოვანესია იმიტომაც, რომ სწორედ 14 აპრილმა მისცა ბიძგი გასული საუკუნის 80-იან წლებში ეროვნული მოძრაობის აღმავლობას საქართველოში, ნათქვამია განცხადებაში.
დედაენის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია: 1978 წლის 14 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან ამ დღეს ქართველი ხალხი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას საქართველოში ქართულის როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. ჩვენმა ერმა ერთობით შეძლო კომუნისტური რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა და ერთიანი ძალებით შევინარჩუნეთ ქართული ენა. ამ მოვლენების შემდეგ რამდენიმე ათეული წელი გავიდა და მიმაჩნია, რომ ქართული ენის დასაცავად ბრძოლა არასდროს არ უნდა შეჩერდეს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ახალგაზრდას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პროგრამაში ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის. მათ ყველაფერი მიატოვეს და იმ ადამიანების დასახმარებლად გადადეს თავი, რომელთათვისაც ქართული ენის შესწავლა მომავალი კეთილდღეობის საწინდარი იყო. მე ამაყება, რომ ამ პროგრამის ინიციატორი ვიყავი და ჩემს გუნდთან ერთად მისი განხორციელება შევძელი. ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ქრისტიან დემოკრატებმა კონფერენცია გამართეს. პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღევანდელი დღის ქართული ენისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თარგამაძე პატრიარქის ქადაგებასაც გამოეხმაურა. 35 წლის წინ ქართული ენის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ებრძოლა ქართული ენის როგორც სახელმწიფო ენის სტატუსისათვის. მაშინ, როდესაც სახელმწიფო ჩვენ იმ მომენტისთვის არ ქონდა, ვიყავით ნაწილი საბჭოური იმპერიის, მაგრამ აბსოლუტურად ლოგიკური არის ის გაცნობიერებული შეგრძნება ქართული საზოგადოებისა, რომელიც თავის ეროვნულ იდენტობას, თვითყოფადობას და ბმას ქართულ სახელმწიფოებრიობასთან უკავშირებდა სწორედ ქართული ენის როგორც დომინანტის სახელმწიფო მშობლიური დედაენის არსებობას. დედაენის დღე თბილისში მთელი დღის განმავლობაში ძეგლს ყვავილებით სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამკობდნენ. გაიმართა კონცერტი, სადაც მონაწილეობა საქართველოში დაბრუნებულმა ემიგრანტებმა მიიღეს. შუა დღისთვის დედაენის ძეგლთან პატრიარქიც მიბრძანდა და სიმბოლურად სანთლები დაანთო. დღეს 35 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველები საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას აღუდგნენ წინ, რაც ქართულის როგორც სახელმწიფო ენის გაუქმებას გულისხმობდა. ეს არის აკვანში გაგონილი იამნანის ენა. დედაენის დღესთან დაკავშირებით დედაენის ძეგლთან დილიდან ხალხმრავლობა იყო. მოქალაქეების გარდა მთელი დღის განმავლობაში ძეგლს ყვავილებით პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამკობდნენ. ყველაფერი იწყება დედაენით, ყველაფერი იწყება სწორედ მამულით, ენით, სარწმუნოებით და ენა როგორც ვთქვათ, ჩვენი ერთიანობის სიმბოლო, ჩვენი საფუძველი, ჩვენი ძირი იმსახურებს იმას, რომ იყოს სათანადოდ დაცული. ჩვენ ყოველ ვალდებული ვართ, ჩვენი მორალური ვალია, რომ იმდროინდელი ახალგაზრდების ესეთი სულისკვეთება დავტოვოთ ძალაში და ყოველწლიურად აღნიშნოთ და გავიხსენოთ, რომ ქართული ენა არის საქართველოში მშობლიური ენა, სახელმწიფო ენა და ჩვენ ყოველთვის უნდა შევახსენოთ ეს ყველას მთელ მსოფლიოს. დღევანდელი დღე 35 წლის წინ მომხდარი მოვლენები ძალიან კარგად უჩვენებს თუ რა ურთიერთობები ჰქონდა ჩვენ ამ ქვეყანასთან საუკუნეების განმავლობაში, წლების განმავლობაში და განსაკუთრებით კარგი შემახსენებელი არის ეს დღე იმ ადამიანებისთვის, ვისაც გარკვეული ილუზიები გააჩნია იმის შესახებ არის თუ არა რუსეთ-საქართველოს მეგობარი. როდესაც საუბრობენ რაღაცა რეგიონალური ენების შემოღებაზე, პირიქით, ყველა ენას პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ პირველ რიგში უნდა დავამკვიდროთ ის, რომ საქართველოში ქართული ენა საქართველოს ყველა მოქალაქე მიცოდეს. ჩვენი პარტია მოვედით, რომ გამოგვეხატა ჩვენი პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ და მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენ ნებისმიერი ჩვენთაგანი ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ენა, მამული და სარწმუნოება იყოს ყოველთვის ხელშეუხებელი და დაცული. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე დედაენის ძეგლთან შუა დღისთვის მიბრძანდა. უწმინდესმა სიმბოლურად სანთლები დაანთო, რის შემდეგაც შეკრებილი მოქალაქეები და ბავშვები დალოცა. ეს არის ის დღესასწაული, რომელიც იცავს ქართულ სულს, ქართულ მიწას, ქართველ ადამიანს. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს საქართველოში. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გააძლიეროს ქართული ენა და ქართველი ხალხი. ეს კონცერტი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თაოსნობით მოეწყო. მასში მონაწილეობა საქართველოში ახლახან დაბრუნებულმა ემიგრანტებმა მიიღეს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა კი ღონისძიებასთან დაკავშირებით გამოფენა მოაწყვეს.
ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ჩვენი თანამემამულეების, ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების. ზუსტად ქართული ენის შენარჩუნებით, ქართული ენის სწავლით, დედაენის სწავლით, რაც საფუძველი არის მათი ქართული აზროვნების, უნდა მოხდეს მათი დაბრუნება ჩვენს ქვეყანაში. თავის ამბავი. ძალიან საყვარელი დღეა ჩემთვის. ეს წიგნი ყველა ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ჩემი აზრით და ძალიან მიხარია რომ დამპატიჟეს და მივიღე მონაწილეობა ამ ღონისძიებაში. მთელი სამყარო რომ ჩადო ამ დიდმა ადამიანმა, დიდმა ქართველმა მწერალმა, დიდმა საზოგადო მოღვაწემ, აია ამ განს ვესათუთებით. საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა, პოეტებმა და მწერლებმა ღონისძიებაზე პირველი საკითხავი წიგნის დედაენის ავტორისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს. ახალგაზრდების დღესასწაული ასე უწოდებენ ისინი დედაენის დღეს. ეს იგივეა სუნთქვის მნიშვნელობაზე რომ ვისაუბროთ. აი ამ ჰაერის მიღების მნიშვნელობაზე რომ ვისაუბროთ. წყურვალმა რომ წყალი მიიღოს, შიერმა პური აი მის მნიშვნელობაზე რომ ვისაუბროთ, აი იგივე არის დედაენის მნიშვნელობაზე საუბარი. მე ვთვლი პირადად რომ ქართველებს წმიდა წერილის შემდეგ გვაქვს ორი ყველაზე დიდი განძი. ეს არის ვეფხისტყაოსანი და ეს არის დედაენი. ვაჟა ამბობს ერი დედაენის და როგორც დედამ თავისი შვილი ისეთი გააფთრებით დაიცვას ქართველებმა 14 აპრილს ენა და სწორედ ამიტომ არის ეს სამივე დროის წარსულის აწყოსი და მომავლის თარიღი. ეს არის ახალგაზრდების თარიღი. ზუსტად 35 წლის წინ რუსთაველზე 100,000-მდე ადამიანმა საბჭოთა კავშირის მიერ ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმება გააპროტესტა. საბჭოთა კავშირის ისტორიაში მაშინ პირველად კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია და მომიტინგეების მოთხოვნა დააკმაყოფილა. კონსტიტუციის 75 მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ენად ქართული ენა გამოცხადდა. ილიას სახლ-მუზეუმში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ დედაენის კვირეული გახსნა კვირეულის ფარგლებში მოზარდები კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში კალიგრაფიისა და ხატვის კონკურსებში ჩაერთვებიან. ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში დღეს სხვადასხვა ეროვნების, მათ შორის აფხაზი ბავშვები მონაწილეობდნენ. კვირეულის დახურვა 18 აპრილს ბოლნისის რაიონის სოფელ მამხუთის საჯარო სკოლაში იგეგმება. ღონისძიების მიზანი მრავალეთნიკური მოსახლეობის მიერ ქართული ენის უკეთ შესწავლაა. დღეს არის 14 აპრილი და კიდევ ერთხელ ჩვენ უნდა შევახსენოთ პირველ რიგში საქართველოს მთავრობას და თბილისის მერიას, რომ საქართველოში სახელმწიფო ენა არის ჯერ კიდევ ქართული ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით და არა ინგლისური. ამიტომაც წესით მთავრობა და მერია უნდა აკეთებდნენ იმას, რომ თბილისში განთავსებული უნდა იქნეს ყველა რეკლამა ქართულ ენაზე, ისევე როგორც ნებისმიერი ევროპული ქვეყანა თუ ევროპისკენ მივესწრაფით. ყველა რეკლამას განათავსებს თავის სახელმწიფო ენაზე. ჩვენ კი არ ჩავდივართ რაიმე ტიპის დარღვევას, არამედ დარღვევას ჩადის თავად იმ რეკლამის ავტორი, რომელიც ქართული ენით გამოხატული რეკლამის ვალდებულებას არ იცავს კანონით დადგენილი წესით. ამიტომ ჩვენ მოუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ შეიძინათ 5 ლარიანი პულვერიზატორები საღებავებით და ყველგან სადაც კი მსგავსი, ასე ვთქვათ, სურათი დაგვხვდებათ, მიიღეთ გადამწყვეტი მოქმედება იმისთვის, რომ ვაიძულოთ სწორედ ამ შვიდობიანი გზით შეასრულონ კანონი. დედაენის დღე აღინიშნა გორის რაიონის სოფელ ვარიანში ამ დღესთან დაკავშირებით გორის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი მოინახულეს. გორის გამგებლის პაპუნა კობერიძის განცხადებით მომავალ წელს ამ დღეს ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში უფრო მასშტაბურად აღნიშნავენ. ეს არის საოცარი დღე, სიღნაღი აღნიშნავს დედაენის დღეს. ყველა თელ საქართველოს მოსახლეობას ულოცავ დღევანდელ დღეს. ამ ღონისძიებაში მონაწილეობას კახელების გარდა იღებენ იმერლები, მეგრელები, გაჭველები, აჭარლები, ქვემო ქართლიდან, მესხეთ-ჯავახეთიდან, თითქმის საქართველოს ყველა რეგიონი არის დღეს თავმოყრილია. პირადად ჩემთვის და ალბათ მთელი საქართველოსთვის ეს ერთ-ერთი წინვალე დღესასწაულია. ყველას გილოცავ დღევანდელ დღეს და ალბათ ვფიქრობ, რომ ყოველთვის დედაენის დღე 14 აპრილი უფრო მასშტაბურად, უფრო კონკრეტულად უნდა არის. ადგილობრივი მოსახლეობა ყოფილი ასათიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ბაღის შენარჩუნების მოთხოვნით გამოდის. მოსახლეობის განცხადებით, ასათიანის ბაღის ტერიტორიის მფლობელი შპს ბიდი პროფერტი 2010 წელს გახდა და იქ მრავალსართულიანი შენობის მშენებლობა იგეგმება. ადგილობრივი მოსახლეობა ბაღის შენარჩუნებას ითხოვს და ხელმოწერებს აგროვებს.
გიგი უგულავა თბილისის ტერიტორიაზე ყიდდა და დღემდე ყიდის ბაღების, პარკების და სხვა გამწვავებული ტერიტორიების ფართობს სამშენებლოდ აქ აშკარად კორუფციული ინტერესი იკვეთება, რაზე რეაგირებას უნდა დაეწყო ახალი ხელისუფლების მიერ ფორმირებულ პროკურატურას, რაც დღემდე არ მოხდარა. ამის ნათელი მაგალითია, რაც ხდება ფსიქიატრიული საავადმყოფოს ეზოსთან დაკავშირებით, როცა მოსახლეობამ მიმართა თბილისის პროკურატურას და იქიდან პასუხად მიიღო არასრული და მე ვფიქრობ არაკომპეტენტური პასუხი, რომელიც უფრო მეტად მეტყველებს თავის არიდების თელობაზე. საბურთალოზე ეს ერთი პარკი არის ასეთი კარგი გამწვანებით და დიდი ხეებით და რა ვიცი, ყველაფრით რა. ფილტრებია საბურთალოს ეს რა ვთქვა რა. რატო უნდა მოვჭრათ და გავაფუჭეთ. ბერია, მაგ შეგვიწყოს ხელი, როგორც შეუწყეს თქვა ზღვაზე ჩინელებს შეუწყეს ხელი 1 ჰექტარი მიყიდეს 10 ლარად და 8 თეთრად მიყიდეს 1 ჰექტარი, ხო? აი ეს ამას ქალაქი გადაიხდის და მოიყვანენ აქ ბავშვებს, იქნება დასვენების ცენტრი და ყველაფერი მშვენიერი პარკი იქნება ქალაქის მიდრე, ქალაქში არ არის ესეთი პარკი. თავისუფალი დემოკრატების რუსთავის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დიდების ხეივანში გამწვანების აქცია მოაწყვეს. მათ ხეივანში 350 სხვადასხვა ჯიშის ნერგი დარგეს. როგორც თავისუფალი დემოკრატების რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, ქალაქში ყველა რეკრეაციული ზოლი და ტყეპარკი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაყიდულია და ისინი ამ საქმის შესწავლას ითხოვენ. თავისუფალი დემოკრატები მოსახლეობას მოუწოდებენ მათთან ერთად მონაწილეობა მიიღონ გამწვანების აქციებში. ახალგაზრდების თქმით, მსგავსი სახის ღონისძიება სისტემატურ ხასიათს მიიღებს. ქალაქ რუსთავში ტოტალურად იყიდება რეკრეაციული ზონები, გაზონები, ბილიკები, ტროტუარები, სპორტული მოედნები, ნადგურდება რეკრეაციული ზონები, როგორიც არის ასეთი სკვერები. არის ანტისანიტარიის ბუდეთ გადაქცეული ეს ყველაფერი. აქ დიდების ხეივანში მოაწყობთ გამწვანების აქციას. დაგვეხმარა გარემოს დაცვის სამინისტრო, მოგვაწოდეს ნერგები დაახლოებით 350 ძირი ნერგი და სხვადასხვა ჯიშის ნერგებია და განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც უკვე ამ დიდების ხეივანში არის გამოკლებული და რაღაც მიზეზების გამო მოჭრილი ხეები, იმას ვახსოვთ ბოლომდე. თბილისში ბავშვთა ენდოკრინოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციას უზბეკეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, სომხეთის, რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლები ესწრებიან. სხვადასხვა ეროვნების ენდოკრინოლოგები ერთმანეთს ინფორმაციას აწვდიან ბავშვებში დიაბეტის მკურნალობის უახლეს მეთოდებსა და ტენდენციებზე, ასევე იმ პრობლემებზე საუბრობენ, რაც თავიანთ ქვეყნებში ამ საკითხთან დაკავშირებით ხდებათ. კონფერენცია ორდღიანია და დღეს სრულდება. მსგავსი ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდება. ორგანიზატორების თქმით, ის სისტემატურ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად ჩატარდება. კონფერენციის ორგანიზატორები დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაცია, კომპანია Novo Nordisk და კომპანია LifeScan არიან. წელს პირველად ტარდება თბილისის ბავშვთა ენდოკრინოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც მონაწილეობას იღებენ 6 ქვეყნის წარმომადგენლები. ვფიქრობთ, რომ ეს კონფერენცია იქნება ყოველწლიური ხასიათს მიიღებს და ვფიქრობთ, რომ სამომავლოდ უფრო მეტი ქვეყნის ენდოკრინოლოგები მიიღებენ მონაწილეობას. პრეზენტაციაზე ცენტრალური აზიის, რუსეთისა და კავკასიის ქვეყნების ექიმების ნაშრომებია წარმოდგენილი. მათ დიაბეტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის საკითხებზე იმუშავეს. მნიშვნელოვანია ამ კვლევების პრაქტიკაში დანერგვა, რათა გავაუმჯობესოთ დიაბეტის მკურნალობა.